საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ საჩუქრის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა იტალიური კომპანია დელე ალბე სპექტაკლი დედა იხილა. დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მესამე სპექტაკლი გიფტის საერთაშორისო პროგრამის პირველი იყო სანკაიჯუკო, როგორც იცით, იაპონური ბუტოს თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი ბრწყინვალე და მართლა სამბეჭდავი, რომელიც გახსნისთვის ასევე აღსანიშნავია. შემდეგ იყო ესპანური სპექტაკლი ანდრე და დორნი ნიღბების თეატრის და ასევე მნიშვნელოვანი და შემდეგ დედა იტალიური სპექტაკლი, რომელიც თეატრო დელა ალბე, ეს არის 80-იან წლებში დაარსებული დასი, რომელიც რეჟისორია მარკო მარტინელი. და ამ მარკო მარტინელის ფაქტობრივად ერთადერთი სპექტაკლი, რომელიც ჩვენ პირველად ნახეთ, ფაქტობრივად პირველი ასეთი საერთაშორისო პროექტის მასშტაბის, რომელიც მათ საქართველოში განახორციელეს. Dante e la sua guida, Virgilio. თეატრალური კომპანია დელე ალბე 50 წლის წინ დაარსდა. იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის ერმანა მონტანარისა და მისი მეუღლის, დრამატურგისა და რეჟისორის მარკო მარტინელის მიერ. კომპანიის სახელწოდება დაბადების, განახლებისა და სინათლის სიმბოლიკას უკავშირდება. თეატრი ერთგვარი ლაბორატორიაა, რომელმაც წლების განმავლობაში კვლევებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე საკუთარი გამომსახველობითი ენა შექმნა. L'obiettivo è sempre quello. Quando abbiamo iniziato io e Ermanna e ci siamo sposati. თეატრის ის ფორმა, რომელიც თქვენ იხილეთ, რომლითაც ჩვენ დღემდე მოვედით, თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. თავიდან როცა ჩვენ დავქორწინდით, ერთად დავიწყეთ ცხოვრება და მუშაობა, ალბათ იქედანვე არსებობდა ეს მთავარი მიზანი, რომ ადამიანების გულზე, შინაგან სამყაროზე მოგვეხდინა ზემოქმედება. ეს არის ხანგრძლივი ფიქრის, მიზანმიმართული შრომის შედეგი. კომპანია ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოხატვის ახალი ფორმების მოსაძიებლად. ცხადია, ჩვენ ბევრს მოგზაურობ და სხვადასხვა კულტურიდან გადმოგვაქვს. ვსესხულობთ გამოხატვის ფორმებს. ერთ-ერთი მაგალითი სწორედ გრიოლიტების გადმოცემის ფორმაა, რომელიც აფრიკაში ვიხილეთ. მაგრამ იმავდროულად უნდა აღვნიშნო, რომ იტალიაშიც ხალხში არსებობს ერთგვარი ფოლკლორული ფორმები, რომლებსაც ვიყენებთ როგორც გამომსახველობით საშუალებებს. სპექტაკლის დასაწყისში მსახიობი გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამს, რაც არეულ ბუდბუდს წააგავს. ჩვენ თითქოს ჯადოსნური რიტუალის მონაწილენი ვხდებით. Siamo tutte e tutti streghe. ყველა ჩვენგანში ჯადოქარია, ყველა ჩვენგანი იბადება რაღაც განსაკუთრებულად ფართო შესაძლებლობის ხმით. გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყვირილით ვიბადებით ამ სამყაროში. ჩვენი პირველი ყვირილი და ტირილი ერთდროულად მოიცავს ყველა ხმას, რაც ადამიანს აქვს. როდესაც რაღაც ჯადოსნურზე და იდუმალზე ვსაუბრობთ, მაშინვე ვფიქრობთ ჯადოქრებზე, მაგრამ მაგიური და ჯადოსნური თავად მთელი სამყარო და კოსმოსია, რომელიც გარს გვარტყია. ეს არის პლანეტების მიერ გამოცემული ხმა და მასში ისმის მსოფლიოს ყველა ბრწყინვალე ენის ხმა. საკმარისია ყური მივუგდოთ და ყველა ხმა მოვა ჩვენთან, ყველა ხმას ჩავწოდებით. Così. ეს არის ჭაში ჩავარდნილი ქალის ისტორია, დედა.
დედა რომელიც ჩავარდება ჭაშინოს მისტიფიკაცია რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ და როგორც ჩასახის ძიერ თავიდან შვილი მისი მონოლოგია და შემდეგ გარკვეული პაუზის შემდეგ იგივე ვთქვათ ტექსტის იგივე ვთქვათ მდგომარეობით ბრუნდება დედა უკვე ოღონდ ერთი და იგივე მსახიობით და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება რამდენად შეიძლება რომ ვთქვათ ერთი და იგივე პერსონაჟი, ერთი და იგივე ადამიანი ტრანსფორმირდეს ორ ვთქვათ პერსონად დედად და შვილად. È una annotazione giusta. დედა იმ ტიპის პიესა, რომელიც ერთგვარად შინაგანი მოგზაურობა ჩვენი სულისკენ, ჩვენს შინაგან წიაღში. სიღრმეებში ჩასვლა. ყოველი ჩვენგანი არის ის ჭა, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ამ დედას, რომელიც შეიძლება იმავდროულად შვილსაც განასახიერებდეს. თუმცა შეიძლება საერთოდ არც დედა და არც შვილი, მაგრამ ჩვენი წარმოსახვაა. პირველი სიტყვა არის დედა, madre იძახის, ხო? მაგრამ ვიდრე წამოვა ეს სიტყვა, ანუ არტიკულირებადი მნიშვნელობის შინაარსით დაპირთული სიტყვა, მანამდე არის გვესმის ეს გერების უსასრულო ქაოსი, რომელიც ამავე დროს არის თითქოს სავარჯიშო. მე რაღაცნაირად ის აღვიქვი თითქოს მსახიობი ემზადება აი ამ თავის ტექსტუალურ სამ ტექსტს დაიწყებს, თითქოს თავის სხეულს და თავის თქვათ არტისტულ მზაობას გვიჩვენებს, რომ აი ხა შევა როლში რა. და ეს მუსიკალური ბგერების და ეს გაურკვეველი ბგერების, რომელიც დასაწყისია დაახლოებით 5 წუთი გრძელდება, რომ არ გვესმის რას ამბობს, ხო და ცოტა დაბნეულია მაყურებელი სხვათა შორის. არის ერთგვარი შემზადება აი ამ დრამატული დედის ჯერ შვილის, შემდეგ დედის მონოლოგების დასაწყისად და მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც რაღაცა როგორ ვთქვა, აი სამზადისია, რაღაცა ფონეტიკური სამზადისია და ბგერების სამზადისია, რაცა განვეწყოთ აი ამ არტისტულ მდგომარეობაში შესასვლელად. პირველი რაზეც მნიშვნელოვანი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ხმის და ვიბრაციის და ვიზუალური გამოსახულების ერთობლივი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას მთლიანობა, რომელიც დაახლოებით 50 წუთი გრძელდება, მაგრამ ქმნის აი რაღაც მისტიკურ და უცნაურ გარემოს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ტრანსფორმირდება, როგორ გარდაისახება ხმა პერსონად. ან ფაქტობრივად ეს არის ხმისა და პერსონის ერთგვარი შერწყმა. No, no, in strada ormai, non c'è più nessuno, non c'è anima viva, saranno tutti chiusi in casa. Dalla paura, che venga giù la grandine, che venga giù. Madre voce, ხო, ასე ეძახიან ეს მაყურებელს. აი მიჭირავს პროგრამა, რომელშიც არის ზუსტად განსაზღვრული და მინდა ერთი ფრაგმენტი წავიკითხო. ელმანა მონტანარი, ხო, ეს არის მსახიობი, რომელიც ამბობს. მისი ხილვა ყველასათვის სავალდებელია, რადგან მის ოდნავ მაინც ზიარებია ხელოვნების და სხეულის მისტიკას, დაფიქრებულა ეს ისეთივე დაახლოებით როგორც მადონას ან ფედერერის თამაში. ანუ კრიტიკოსი ამბობს, რომ სრულყოფილებას უსვავს ხავს ელმანა მონტანარის და მონტანარისაც აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო თეატრალურ მსახიობად და ორჯერ გადაცემული იტალიის უმაღლესი თეატრალური პრემია. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია და ამიტომ ჩანს თქვათ მისი ხარისხი და მნიშვნელობა. Madre voce ასე ეძახიან. ანუ დედის ხმა იტალიურად. Madre voce ნიშნავს, რომ ანუ იმდენად მნიშვნელოვანია ამ არტისტის შემოქმედებაში ხმა, რომ ის არტისტულ მონაცემებზე ნაკლები არა და ზოგჯერ მას ფარავს კიდევაც. აი ეს არის მნიშვნელოვანი. Al tempo dell'imperatore giallo c'era il mondo degli uomini e c'era il mondo degli specchi. Ma nel mondo degli specchi No, non è ხმაზე problematico ძალიან perché io ბევრს mi alleno ვარჯიშობ molto. და ვარჯიში მე ვგულისხმობ იმას, რომ არც ერთი შინაგანი ჭრილობა არ დავმალოთ და არ დავფაროთ. არ დავმალოთ ის, რომ ქალები სისხლისგან ვიცლებით. ეს ჩვენი განცდილი ჭრილობები ცხოვრებაში ძალიან მძლავრი და დიდი ჭრილობებია. შესაბამისად, ხმის ცვლილება ჩემთვის არ არის ძნელი. possono fare attivate il catenaccio e chi si è visto scena. No, è vero.
troppo qui per raggiungere il signore Io ho scritto il testo sapendo che l'avrebbe fatto უნებრივია, Ermanno. როდესაც ტექსტზე მუშაობდი, ვიცოდი, რომ ამას სწორედ ერმანა მონტანარი შეასრულებდა. ჩემს წინაშეა ისეთი მსახიობი, ერმანას სახით, რომელიც შეძლებს ერთსა და იმავე დროს განასახიეროს დედასა და შვილიც. ტემბრალური ცვლილებები ხმის, მისი მუსიკალობა, მისი ფონემა, მისი ჩარცულობა ამ მდგომარეობაში პერსონაჟის გამოიხატება ხმებით და ეს მუსიკალური ვიბრაციები და ხმები ერთად ქმნის ძალიან საინტერესო იმას. ესეც რაც ყველა საკურველია თავად რეჟისორის მიღწევაცა, ნიუანსები ასეთი, მაგრამ მაინც ვფიქრობ არტისტული დამოკიდებულება და არტისტიზმის ფაქტობრივად ეს არის აი ეს შემთხვევა, როცა რეჟისურა კვდება მსახიობში რა, დაახლოებით ეს ძალიან გასვეთელი მეტაფორაა შეიძლება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში სწორი მეტაფორა, იმიტომ რომ რეჟისურა და არტისტული მონაცემები ეს ფაქტობრივად თანხმდება და შემთხვევითი არ არის, რომ მარკო მარტინელი არის მისი მეუღლე. C'era dell'altra gente diversa da noi. Come dire, in quel tempo gli specchi non facevano da specchi, erano proprio un altro mondo. Di là c'erano altri uomini, altri animali, altre piante, anche i colori, anche le forme erano diverse. E quei due mondi, così diversi, vivevano in pace. ერთ-ერთ ინტერვიუში ერმანა მონტანარიმ აღნიშნა, რომ პიესას საფუძვლად მისი ბავშვობის დროინდელი მოგონებები დაედო. Io ho scritto il testo. ტექსტი მე დავწერე, ეს ამბავი ფაქტობრივად გამოვიგონე, თუმცა დავემყარე იმ სხვადასხვა მონათხრობს, ამბავს, რომელსაც ერმანა მიზიარებდა. ბავშვობა მან ჩრდილოეთ იტალიაში გაატარა. მისი ბავშვობის ამბები ჩავდე ამ ტექსტში. იმავდროულად ვეცადე, რომ ისეთი ტექსტი შემექმნა, რომელიც რაღაც უნივერსალური, საერთო იქნებოდა ყველასთვის. ერთ-ერთ ეპიზოდში შვილი ახსენებს ჯალამბარებს, რკინის მილებს, ელექტროკაბელებს, რის საშუალებითაც უნდა ამოიყვანოს დედა ჭიდან. დედა ამას უსმენს და გული წყდება, რომ ტექნოლოგიებით გატაცებული შვილი ვეღარ ამჩნევს თავარს, ბუნებას, სიცოცხლეს, ვერ ხედავს ულამაზეს მცენარეებს, რომელთაც ფეხებით თელავს. La tecnologia è diventata una malattia. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანისთვის იქცა ერთგვარ დაავადებად. გასაგებია, რომ ეს ტექნოლოგიური მიღწევები ერთი მხრივ ძალიან სასარგებლოა. თუ უკვე იმ მომენტამდე მივედით, ზღვარს გადასულ ჩართულობამდე, რომ ეს ტექნოლოგია რაღაცნაირად უკვე ჩვენზე ბატონობს და ჩვენ მასზე დამოკიდებული ვართ, მაშინ უკვე ყველაფერი დაკარგულია. ჩვენ კავშირს ვწყვეტთ როგორც საკუთარ სულთან და შინაგან სამყაროსთან, იმავდროულად დედამიწასთანაც. Gli specchi erano dei portoni. Si entrava, si usciva. სპექტაკლზე საუბრისას ერმანა მონტანარი იხსენებს თავის ბებიას, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. იგი საღამოობით შელოცვებს უკითხავდა პატარა გოგონას და ავი თვალისგან იცავდა. ეს რიტუალი ჩვენთვისაც ნაცნობია. ბებიები ჩვენს გვიკითხავდნენ შელოცვებს ავი თვალისგან, შიშისგან დასაცავად. როგორც ჩანს, ადამიანებს დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი უამრავი საერთო აქვს. Avevo una nonna che mi ha insegnato a ყავდა ბებია, riconoscere რომელმაც tutte le მასწავლა ყველა piante მცენარის della სამედიცინო medicina. თვისებები. Lei parlava ის dritto არ e იყო rovescio. კათოლიკე, არ იყო სტანდარტული პიროვნება, რომელიც მასაშია გათქვეფილი, არამედ იყო ერთგვარად ცოტა მარგინალური, განსხვავებული პიროვნება. და ხალხი იცით რას ამბობდა მასზე, რომ ის იყო ჯადოქარი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ქალი, რომელსაც აქვს გამბედაობა, ის თავისთვის ცხოვრებაში ქმნის რაღაც გარკვეულ ენას და რაღაც ყოველდღიურ რიტუალს, რომელსაც მიყვება. და ეს არის ნებისმიერი ქალის გამბედაობა, რომ გქონდეს ხმა, რომელსაც გააგონებ გარშემო მყოფებს. ეს
არის ერთი მხრივ ფიზიკური ხმა, მაგრამ იმავდროულად ინტელექტუალური გონების ხმა. დღეს ძალიან მოდურია, რომ ყველას ერთნაირი ხმა გქონდეს, ყველა ერთნაირ რამეს ამბობდეს, იქნებ იმიტომ, რომ ვინმე არ შევაშინოთ გარშემო, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი. სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელს ალბათ ადგილის დედა გაახსენდებოდა, ქართული მითოლოგიის წარმართული ღვთაება, რომელიც ლოკალურ ადგილს მფარველობს. მონტანარის პერსონაჟი დედამიწის სული, დედამიწის ადგილის დედაა, რომელიც თავის სადგივარზე გვესაუბრება. ჩვენთან ლათინურად ამას სწორედ ადგილის სული ეწოდება. ის არის სწორედ თითქოს მიწის ადგილის დედა ჩვენთან. ასეთ შეიძლება იქნას წაკითხული ჩემი პერსონაჟის სათქმელი და მისი გამოსვლა. Ma vieni giù te, vieni giù te, a tirar fuori la tua mamma. Vieni giù, vieni, piano, piano, senza farti male. Cosa ti ci vuole? Solo un po' d'attenzione. ორი ნაწილად შეიძლება გავყოს სპექტაკლი. პირველი როცა შვილის მონოლოგია და მეორე ნაწილი სადაც დედის მონოლოგია. და როდესაც დედა ეძახის, რომ არა, შეიძლება შენ უნებლიეთ მოგივიდა ეს დრამა, შენ თითქოს არ გინდოდა, ან ხარი გამკარი, ან დაღლილი ვიყავი, ან არ მაგცევდი ყურადღებას, ან საერთოდ სხვა ვიყავი, მაგრამ მე შენ მაინც პატიებ და მაინც მინდა, რომ ჩემი ვთქვათ საყრდენი იყო ეს ემოციური და ვთქვათ ძალიან გასაგები მოტივია დედაშვილის და საერთოდ მშობელისა და შვილის ურთიერთობის. Le pareti qui sono di terra umida, radici sono piene di paletti, di chiodi, puoi attaccarti a quelli che sono sicuri. Se poi stai attento, non cadi. Scendi piano, verso il fondo, verso tutta questa melma, con gli occhi ben ხმა, რომელსაც გამოსცემს პერსონაჟი, არის არა მხოლოდ ტექსტი, არამედ ვიბრაციებისაგან და თქვენი ფონემისაგან შემდგარი ბგერები. ის არის მუსიკალურიც, ის არის დრამატურიც, ის არის მნიშვნელოვანიც, ის გამოსცემს მონოლოგისა და სასოწარკვეთის ხმასაც და ამავე დროს ეს არის მუსიკალური ვიბრაციებით დატვირთული ხმა. და ამდენად ეს ხმის, ვთქვათ, შემოსვლა ერთი მხრივ აძლევს აი ამ ტექსტს ძალიან უცნაურ და მუსიკალურ და ვთქვათ, მისტიკურ განზომილებას და მეორე მხრივ ეს არის ეგზისტენციალური საწყისი, რომელსაც ჩვენ ვიაზრებთ და ვხედავთ დედისა და შვილის დამოკიდებულების გამო. con gli occhi ben aperti, spalancati, anche le orecchie mi raccomando, aprile bene le orecchie in ascolto del più piccolo rumore, di ogni fremito di vento. Nel pozzo sentirai la voce del giuggiolo, la voce della cacia,
la voce del noce del melograno, sentirai le grida dei boschi, di tutte le foreste che hai segato, di tutti i fiumi che hai avvelenato, sì. სპექტაკლის სცენოგრაფია მინიმალისტურია. ჩაბნელებულ სცენაზე 3 არტისტი დგას. მათ უკან კედელზე მხატვრის მიერ შექმნილი ილუსტრაციები პროექცირდება. სცენის მარცხენა კუთხეში წრის ფორმის დეკორაცია დგას. იგი შეიძლება აღვიქვათ როგორც სარკე, როგორც დედამიწა ან ჭა, რომელშიც სპექტაკლის პერსონაჟი ვარდება. ეს არის ერთგვარი ჯადოსნური წრე, თითქოს ერთგვარი გადასასვლელი, რომელშიც ნებისმიერ მაყურებელს სურველ შეუძლია ჩაიხედოს, შევიდეს და ჩადოს მასში ის მნიშვნელობა, რასაც მისი სული და შინაგანი სამყარო უკარნახებს. მე გავიგე როგორც სარკე, იმიტომ რომ ის სარკეც არ არის, მაგრამ ის არის ლითონისფერი, მუქი ნაცრისფერი, რომელიც ირეკლავს სინათლეს. მე ვფიქრობ ეს მაინც უფრო ეფექტური იყო განათების თვალსაზრისით, ანუ რაღაცა განათების ეფექტს იძლეოდა და მეორე მხრივ ჭასაც, იმიტომ რომ ჭა ხომ მრგვალია და ფაქტობრივად ის მრგვალი, მე ვფიქრობ აი სიღრმეს ხო თან ეს ჭა ხო მეტაფორულია ის უსასრულობას და ჯოჯოხეთს აღნიშნავს, ну იცის ქვეშ ეს სამყაროსაც აღნიშნავს და იქ შემთხვევაში არის კიდე გველის გამოჩენა, ხო ის ქალი იყვება რა, გველი ამაცოს და ეს ძალიან ესეთი იყო, სამბეჭდავი ამავე დროს და ცოტა ცნაური და მისტიკური. სპექტაკლის ფორმა უაღრესად დახვეწილია. მსახიობი ერმანა მონტანარი, მხატვარი სტეფანო რიჩი და მუსიკოსი დანიელე როკატო მარკო მარტინელის მაგიური ტექსტის ვიზუალიზაციას ახდენენ. ხმა, მუსიკა და ილუსტრაცია ერთ მთლიან კარგას ქმნის, რომელიც მომნუსხველია და მაყურებელს თავიდანვე ითრევს იდუმალ სამყაროში. In realtà i 3 protagonisti sulla scena. ის 3 პერსონაჟი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სცენაზე, ეს არის 3 ძალიან დიდი არტისტი და ფაქტობრივად ჩემი მოვალეობა და საქმე ის იყო მეყურებინა მათთვის და მხოლოდ მცირედ დამელაგებინა ერთიანი სტრუქტურა მიმეცა ამ წარმოდგენისთვის. აი მუშაობის ამ პროცესში დაიბადა ეს ფორმა. სცენაზე ერმანას, სტეფანოსა და დანიელეს შორის მაგიური კავშირია. 3 პერსონაჟი, 3 მოქმედი პირი გამუდმებით უსმენს ერთმანეთს. თითქოს ერთგვარი გადაძახილი არსებობს მათ შორის და აი ასე იქმნება ხელოვნების ნიმუში. ცეკვა, ჟესტიკულაცია, მუსიკა, ხმა, ეს ყველაფერი ფაქტობრივად ერთი მთლიანობაა. დღეს შეიძლება ბევრს გქონია, რომ თეატრში დიალოგი არის 2 ადამიანის შორის საუბარი. თითქოს ბარში ვიყოთ, მუსიკაც არის რაღაც განყენებული, გასართობად. ნახატიც თუ ხატვის პროცესიც არის ამ ყველაფრის მიღმა, არ ჭდება არაფერში. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, წარმოდგენა არის აი ამ ყველა გამოხატვის საშუალებების გაერთიანება. Dovrai ascoltarli tutti quei lamenti, se no qua giù in fondo non ci arrivi. ძალიან საინტერესო მხატვრული ქსოვილი, რომელიც თან დავზერ სპექტაკლს, ეს არის კონტრაბასი, რომელიც ასრულებს სოლო პარტიას და რომელშიც არის თითქმის ყველანაირი მუსიკა დაწყებული ჯაზით, თანამედროვე მუსიკით, ავანგარდისა და ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიის მეორე ნაწილის თემით და ამიტომ მხატვარი, რომელიც ჩვენს თვალწინ ნაცრისფერ მრგვალ დაფაზე ხატავს წარწერებს და ეს თითქოს გარკვეულ ბმაშია, გარკვეულ კორელაციაში არის ამ ტექსტთან. და სწორედ აი ამ მუსიკით, ტექსტით, მხატვრული ქსოვილით და ხატვით და მეორე მხრივ მონოლოგის ტექსტით იქმნება ეს არაჩვეულებრივი, ვთქვათ, საინტერესო სპექტაკლი. Mi raccomando, fatti sottile, sottile il pozzo stretto, non sembra, va giù come un imbuto, fatti sottile. ასეთ ეს პერფორმანსივით არის. მე მგონი რომ გადაძახილიც არის ვართ თანამედროვე პერფორმანსებთანაც. ეს არ არის მხოლოდ დრამატული თეატრის ან მონოლოგებით დატვირთული სპექტაკლი, არამედ პერფორმანსიცაა. რადგან შემავსებელი ელემენტები ფაქტობრივად სახელია სამივე. ну ეს ვფიქრობ რომ
მაყურებლისთვის მაინც საყურადღებო იქნებოდა, იმიტომ რომ ერთი თეატრალებისთვის ახალი გამოცდილებაა და მეორეც ის რომ თავად თეატრის ფორმა, როგორც სხვადასხვა განზომილების ფორმალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ანუ ასეთი თეატრიც რომ არსებობს. Il pozzo è sfondo, così sfondo che non si vede la fine. Ma tu dammi retta, non disperare. Fatti sottile e vieni a salvarci. Vieni, a mani nude, vieni. ბოლოს დავძენდი, მინდა გამოთქვა ჩემი დიდი ბედნიერების შეგრძნება. მადლიერება, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოგვეტანა სპექტაკლი თბილისში, ფესტივალ საჩუქრის ფარგლებში. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, ქალბატონ ქეთის, სოფო თორთლაძეს, ტექნიკურ პერსონალს, მთელ საორგანიზაციო ჯგუფს, ვინც აქ დაგხვდა და დახმარება გაგვიწია ამ დღეების განმავლობაში.